დილა მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოგესალმებით. Ჩვენ სერიოზული კითხვებია შემოსული. Ამ კითხვებს პასუხი რო არ გავცე, არ შეიძლება. კითხვებია შემოსული ესეთი. მაინც საიდან მოიტანეთ რომ მილია მეორე მკვდარია, რადა? მე ერთ რაღაცაში გავერკვი ამ კითხვებთან დაკავშირებით, რომ ეს ხალხი საზოგადოებას იმდენად გაუჭირდა რა დღეს, რომ ვეღარ არჩევს მკვდარსა და ცოცხალს შორის განსხვავებას და მოდი ამაზე ვისაუბრებ დღეს, რა არის მკვდარი და რა არის ცოცხალი, ხო? აი რამდენიმე სლაიდი მოვამზადე, ახლა თქვენ ფოტო მოვამზადე თქვენთვის და მე გაჩვენებთ აი სხვის მაგალითზე, პაპს ფრანცისკოს მაგალითზე რა არის ცოცხალი, აი ესე და რა არის მკვდარი, ხო? მკვდარი და ცოცხალის განსხვავებას. აი მეგობრებო, ეხლა უყურეთ რა. პაპს ფრანცისკოსი, რომელიც არის, ესე იგი, მაღლა ცოცხალი, ხელი აქვს გაშვერილი და აი ხელი რო გაშვერილი აქვს და იცინის, ეგ არის ცოცხალი მეგობრებო. აი ქვემოთ უკვე პაპს ფრანცისკოსი არის მკვდარი, რომელსაც თვალები დახუჭული აქვს და აბსოლუტურად უმოქმედოდ ზის. აი ცოცხალი და მკვდარის შორის განსხვავება ეს არის მეგობრებო. ნამდვილად ეს არის. ერთგან შეუძლია მოქმედება და თვალების გახელა, პირის გამოძრავება, მეორეგან არა. ეხლა მე გაჩვენებთ დანარჩენ მაგალითებს, მაგალითად. რა არის ცოცხალი და რა არის მკვდარი? აი მეგობრებო, ეს ადამიანი, აი აქ როზის, ხელი უჭირავს სკამზე, თვალები ღია აქვს და პირი დაკუმული აქვს, არაუშავს, შეუძლია გააღოს პირი. აი ეს არის ცოცხალი მეგობრებო. და ეხლა რა არის მკვდარი? გაჩვენოთ, ხო? მკვდარი, აი მეგობრებო, არის აი ეს არის მკვდარი მეგობრებო. ეს არის მკვდარი. თვალებს რო ვეღარ ახელს ადამიანი, ეს არის მკვდარი უკვე. ეხლა ვიღაცები მეკითხებიან, რომ მკვდარ ადამიანს სავარძლით გაასეირნებდნენო? ცოცხალი ადამიანი ფეხით დადის. და მკვდარი შეიძლება სავარძლით გაასეირნონ, კი. ანუ თუ მეკითხებით, მე გაგცემთ პასუხს. მკვდრის გასეირნება სავარძლით შეიძლება, რატომაც არა. აგერ პაპს ფრანცისკოსი გამოასეირნეს, მთელი ხალხი მოატარეს და ბოლოს უთხრეს ხალხს, რომ მკვდარია. ოღონდ იმ განკუთვნილ დღეზე გარდაცვალების თარიღი გამოაცხადეს, რომელიც თვითონ აწყობდათ, გესმით? აი წავშალოთ ეხლა. ეს რაღაც ჭანდამა. ხო და რატო ვერ იშლება ეს მკვდარი? მკვდარი. ხო, მეგობრებო და ასე რომ, რა ვიცი, მე უნდა გითხრათ, რომ ბიჭო ვეღარ შლია მკვდარს. მოდი ეცი დედა. აი ჩემი თითი აღარ იმოშობა. აი ეს გამოსწიერა ეს სურათი აქეთ. არ ჩემი თითს არ იღებს? ჩანდა. აი ზე სხვა სურათი გადავაზო. მეგობრებო, აი ესეთია რა, მკვდრისა და სიცოცხლის ამბავი. აი ეს დავადოთ ზედ. ხო და მეგობრებო, რა მინდა გითხრათ, იცით ახლა? აი ძალიან რომ გამოიდეთ თავი და საიდან მოიტანეთ ხალბატონო რომ მოკვდა და ეს და ის. ბიჭო, რაც უნდა ამას ჩემზე კი მე რომ მეკითხებით, თვალები არა გააქვთ ხო? აი იქ ხალხი იყო და ვერ დაინახავ და ხალხო უბრალოდ თვალები გაანძრიეთ და ნახავთ რომ ის დაცვა რა და გაფაცისებით და შეშინებული დადის რომ უხონდაც ახლოს არ მივიდეს ვინმე და
ხალხს ეფარება თვალებში და ებლანდება ფეხებში და ოხონდაც არ დაინახოს ხალხმა იქ ილია მეორე. გინდათ ცოცხალი იყოს, აი მაგალითად გინდათ სული ედგას აი ამ რაღაცა სავარძელში ჩასმულ კაცს რა. სული რო ედგას მაგას. ეგეთ მდგომარეობაში ადამიანის წესით აპარატზე უნდა იყოს შეერთებული და უნდა ჟანგბადი მიეწოდებოდეს და ისეთ დღეში არის და ისეთ სულ მდგომარეობაში თვალებს რო ვეღარ ახელს კაცი. ბიჭო, ავად ვიყავი და გამოვცადე რა ძნელია ავად ყოფნა რა. ავად ყოფნა არის ძალიან რთული. ეგ კი არა სავარძელით გამასეინონ კი არა ადამიანს სურს მხოლოდ წოლა და სიმშვიდე. ეხლა წარმოიდგინეთ ამ მდგომარეობაში ადამიანი რომ კიდე სავარძელში ჩასვა და 700 კაცი მოანათლინო, ეგ ხო ძალიან რთული იქნება იმ სხეულისთვის, რომელსაც თვალების გახელაც აღარ შეუძლია ხალხო. გინდაც ედგას სული. ეგ არ უკვე სიკვდილია ეგ ხალხო. მკვდარია უკვე ადამიანი. რაღა დარჩენია, ჰა. 1 2 3 კვირა? ხო, მკვდარი ხალხო. ის ერთი უჯრედი თუ ცოცხალია, ის ერთი უჯრედი არ წარმოადგენს არაფერს. როცა სიცოცხლის უნარიანობას კარგავ, სიცოცხლის უნარიანობას კარგავ, მკვდარი ეწოდება ამ ადამიანს. მკვდარი ხარ რო ეტყვი რო ამბობენ და ადამიანს რო უწოდებ მკვდარი ხარო რა რატო უწოდებ? ესე კი აღარ გარანაირი უნარები ხო? მე გასავლოთ კიდე ეგ და მე უნდა აგიხილოთ მაგაზე თვალი რომ რომელი ცოცხალია და რომელი მკვდარი რო დაინახოთ და განსხვავება შეგეძლოთ? სირცხვილი არა გაქვთ ხალხო? სირცხვილი მაინც არა გაქვთ? რატო იმას არ იძახით რომ ეს ადამიანი დაასვენეთ და მოასვენეთ იქ თავის საწოლზე კაცო და ჟანგბადი მაინც გაუკეთეთ ზღვიზე ხომ ხედავთ რა ფერწასულია? ხელში ვეღარ იჭერს ხელს და ხელის აღარ უკანკალებს. ხალხო, ამაზე რატო არ აკეთებთ კონცენტრაციას და რატო მაინც მე მომახტით რომ აი როგორ ვთქვი ეს? მე როგორ ვთქვი კი არა, ბიჭო, სირცხვილი უნდა გქონდეთ თქვენ, რომ თქვენს ერის მამას ესეთ რაღაცას უკეთებენ რა. არასვენებენ იმ კაც ბოლოს სასყიდელის სარეცველზეც კი რა. არ გცხვენიათ. უნამუსოები ხართ და ნამუსგარეცხილები ხართ, ვინც მე მომახტით და თვალი ვერ აგეხილათ და ვერ თქვით რომ ბიჭო რას უშვებით ამ კაცს დაასვენეთ, სარეცელზე მაინც დაასვენეთ, კვდება ხო ხედავთ არა? არ გცხვენიან და არც არავის მდგომარეობაში არ შედიხართ თქვენ მხოლოდ ქაჯები ხართ ბიჭო, ქაჯები. არავის მდგომარეობაში თქვენ არ შეგიძლიათ შესვლა. მომაკვდავი ადამიანის მდგომარეობაში თქვენ შესვლა თქვენ არ შეგიძლიათ. უმალ იმ ადამიანს გალანძღავთ და კუბოში ჩადებთ, ვინც სიმართლეს იძახის, ვიდრე თქვენ ვიღაცის მდგომარეობაში შეხვალთ რა. უსინდისოები ხართ, თქვენ არც თქვენი პატრიარქი გიყვართ, არც თქვენი ილია მეორე არ გიყვართ, საერთოდ თქვენი თავიც არ გიყვართ ბიჭო. არავინ არ გიყვართ, არც თქვენი შვილები არ გიყვართ, ვინც მოანათლინეთ ის. იმის მაგივრად თუ დაასვენოთ ეგ კაცი. რაც არ უნდა უკეთებია, სულ ერთია, გინდა ცუდი და გინდა კარგი, დაასვენეთ, კვდება ხო ხედავთ? თუ მკვდარი არ არის, კვდება ხო ხედავთ? თვალებს ვეღარ ახელს ხო ხედავთ? და თქვენ კიდე გინდათ რომ გამოაჭყვიდნონ იქ და გამოასეირნონ ამ მდგომარეობაში. აბა თქვენ იყოთ ბიჭო მაგ მდგომარეობაში და თქვენ გამოგასეირნონ მაგ მდგომარეობაში, როგორ შეგრცხვებოდათ ნახავდით რა. მაგარი ქაჯები ხართ რა, აი დედას გიცავარ, მაგარი ტლუ ქაჯები ხართ, დარჩენილი აი როგორი ქვა შეაყარე კედელს სერცვიო რა, ისეთი უაზრო ადამიანები ხართ რა. მე მეკითხებით საიდან მოიტანეო, საიდან მოიტანე, თორე ცოცხალს გავს ეგ ადამიანი რო შეხედავ რა. არ ვიცი რა უნდა გითხრათ რა. თქვენ არავინ არ გიყვართ საერთოდ, არც თქვენი მშობლები, არც ღმერთი, არც ილია მეორე, არც პატრიარქი, არც არავინ არ გიყვართ. თქვენი თავიც არ გიყვართ. თქვენ ქაჯებივით იცავთ უბრალოდ რაღაცას იცავთ, არც თქვენ არ იცით რას იცავთ. არ იცით რას იცავთ. საერთოდ აზრი არ ახართ რას იცავთ რა. რამე რო გაგეგებოდეთ ბიჭო,
თვალები გაგიხილებოდათ და დაინახავდით რეალობას რა ხდება. რეალურ სურათს დაინახავდით. მე კი არ დამიწყებდით აქ ახსნა განმარტების მოთხოვნას, რომ საიდან მოიტანილი მკვდარია. საიდან მოიტანე რომ მკვდარი. თვალები არა გაქვთ ბიჭო. სად ტრაქში გაქვთ თვალები გამაგებინეთ რა. ბრმები იყოთ ახლა მე დამაბრალეთ კიდე რომ ვერ ხედავთ. ვერ ხედავთ ხალხო, ვერ ხედავთ მკვდარს. გაარკვიეთ რა. ექიმთან მაინც მიდით, იმას მაინც კითხეთ. რა არის მკვდარი, რა არის ცოცხალი, კითხეთ რა. ცოდოები ხართ რა, ძალიან ცოდოები ხართ და იმწერენ, მეცოდები ძალიან. ტაში ყოჩა, რა კარგი გული ქონია, მეცოდები ძალიან. მეც მეცოდებით ძალიან, ძალიან. ვინც ბრმები ხართ და ესეთი ტლუ, რომ ვერ ხედავთ, სურათზე ნახევარი საათი, 5 წუთი ხო არის ეს? 5 წუთის განმავლობაში კაცმა თვალი ვერ გაახირა და მკვდარი არ არისო იცახით რა. დაასვენეთ მეთქი ეკაცი რა. დაასვენეთ. სარეცელზე მაინც მოასვენეთ. ხო ხედავ რომ მკვდარსაც ეთაყვანა შორენა. მკვდარსაც ეგრე მოუხდება შორენას. ამდენი ხანი იყენა ეგ კაცი და ბოლოს მკვდარს თვითონ ხელები დაუკოცნა შუა ცენტრში. სამებაში. ეგრე მოგიხდება შორენა. მკვდარს უნდა უკოცნო ხელები. კი, მკვდარს. შენ სხვანაირად ვერ დაასრულებ ცხოვრებას. მკვდარი უნდა დააფიქსირო. აბა სხვას ვერ ანდობ შენ ვერავის მაგ ინფორმაციას. შენ თვითონ მოგიწევ. ხო და შენ თვითონ ხო გააკეთე შორენა. შენი უკანალი დავინახე იქ. ხელს რო უფიქსირებდი რომ იგიშვეს იქ რა. ეხლა შენი ჯერიაო რა, მიდი მოუვარეო მაგ მკვდარსო რო გითხრეს, ხო? რა ვქნათ ესია რა. ვინც რა ცხოვრებას ირჩევს, ისეთ ცხოვრება მიეცემა. სხვა მოსამსახურე ვერ ნახეს იქ, რომ ხელი დაეფიქსირებინა ილია მეორესთვის, ხო? და ცოტა დაბნეული დადიოდა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ხელი როგორ დაეკავებინა და იქ ბოლოს ხელზე აკოცებს და ისიც ვერ აკოცებს, იმიტომ რომ იცის რომ მკვდარია და ვერ კოცნის იქ. და იმაზე აკოცებს. ხალხო რა, ძალიან რთული ვითარებაში ვართ რა. ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. ხალხი ისე დააბნელეს რომ ადამიანები ვეღარ ანსხვავებენ ცოცხალს და მკვდარს შორის რა განსხვავებაა რა. იმდენად დაგვა ჩლუნგეს, იმდენად. გისურვებთ მეგობრებო რომ თვალი აგიხილოთ და ის მაინც გაგერკვიოთ რა, ცოცხალ ადამიანს ხედავთ თუ მკვდარს თქვენს წინაშე. ხო? გაკოცეთ ახლა წავიდეთ.